პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ნატოს მეოთხე მუხლი ამოქმედა. პოლონეთის მოთხოვნის გათვალისწინებით დღეს უკვე შეიკრიბა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო და სიტუაცია განიხილა. მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს, დაგმეს რუსეთის ქმედება და ინციდენტის სრული გამოკვლევა დაიწყეს. პოლონეთი 26 წელია ნატოს წევრია. დღეს პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის რეგიონებზე ოკუპანტების მიერ კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა დრონმა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილიც დააზიანა. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს, აღარაფერს ვამბობ მორალსა და ზოგადად ზნეობაზე. კალაძე პროტესტის მონაწილეებს ისევ შეურაცხყოფას აყენებს. გუშინმა მსგავსი განცხადებები პარტაქტივის მიერ ნაცემ ქალებზე გააკეთა. კალაძის თქმით, მოქალაქეების პროტესტს მუთმინებით უნდა უპასუხონ. მელიქიშვილზე კალაძის შტაბთან მოქალაქეების შეკრებას დღესაც აპირებენ. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახის ამომცნობ კამერებს ამონტაჟებენ. პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ამ სახელწოდებით დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე ჰელსინკის კომისია საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს. მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალური შედეგები და მეგობარი აქტის მიღების საკითხიც განიხილება. მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი იქნებიან.